გურია გემოფესტს მასპინძლობს ყველაზე გემრიელი ფესტივალი შეკვეთილში მუსიკოსთა პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს დაიწყო და ხვალაც გაგრძელდება. კულინარიული დღესასწაული გურიაში უკვე მეორედ იმართება. გასტრონომიულ სივრცეებთან ერთად სტუმრებისთვის მუსიკალური პროგრამა და სხვადასხვა გასართობი აქტივობებია დაგეგმილი. მასშტაბური ღონისძიების მთავარი მიზანი რეგიონში გასტრონომიული ტურიზმის განვითარება და ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერა. კარგად ნაცნობი თუ დავიწყებული ტრადიციული კერძები, გურული სამზარეულოს მრავალფეროვანი გემოები, კარგი მუსიკა და გასართობი აქტივობები. გურია გემოფესტს უკვე მეორედ მასპინძლობს. კულინარიული ფესტივალი წელს შეკვეთილში მუსიკოსთა პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე იმართება. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი კერძები, გაეცნონ გურულ ტრადიციებს, შეიძინონ ადგილობრივი წარმოების პროდუქცია და საღამო მუსიკისა და გართობის თანხლებით გაატარონ. გემოფესტის მიზანი არის, რომ ადგილობრივი კერძები უფრო მრავალფეროვანი გახდეს და ზუსტად ეს მიზანი მიღწეულია, იმიტომ რომ 16 ვენდორიდან თითქმის 30-35 კერძი არის წარმოდგენილი. ამ კერძებიდან სადღაც 20 არის სპეციალურად ამ ფესტივალისთვის შექმნილი. ვფიქრობ, რომ მიზანი გამართლებულია. როგორც დოდარ დუმბაძე იყო და სიცოცხლით სამოსახლოა, ჩვენი პატარა გურია. ზუსტად ესეთი სიცოცხლით სავსე არის დღევანდელი გემოფესტი, დღევანდელი კერძები და აქ მყოფი ყველა დამსვენებელი თუ ვენდორი. შევინარჩუნეთ რა თქმა უნდა გურული ავთენტური კერძები. Მნიშვნელოვანია მსგავსი ღონისძიებები, იმიტომ რომ ეს არის პროდუქციის პოპულარიზაცია, ეს არის ახალი კავშირების დამყარება, ახალი ხალხის გაცნობა და მისასალმებელია, როდესაც საქართველოს ყველა სხვადასხვა კუთხეში ტარდება მსგავსი გემოფესტები. ფესტივალში 16 ვენდომი მონაწილეობს. ისინი სტუმრებს გურულ ტრადიციულ კერძებსა და ადგილობრივ პროდუქტებს სთავაზობენ. ფესტივალის ტერიტორიაზე მოწყობილია სამეწარმეო ბაზარი, ღვინისა და კვების პავილიონები, დესერტების სივრცე, ჩაის პავილიონები, აგროზონა, საბავშვო სივრცე, ასევე გრილისა და ბარის ზონები. ტელევიზიით ვნახე რა, რეკლამა მიდიოდა და ვიცოდი და სპეციალურად დავუმთხვიე რომ ჩამოვედი რა, თან ვისვენებ და თან გამოვედი. ძალიან მაგარია. პირველად ავარ და რა ვიცი. მაყოფილი ვარ ძალიან. გემოფესტი მხოლოდ კულინარიით არ შემოიფარგლება. ღონისძიება ადგილობრივი მეწარმეებისთვის და საოჯახო ბაზრებისთვის საკუთარი პროდუქციისა და შესაძლებლობების წარმოჩენის სივრცეა. ფესტივალი ერთ სივრცეში აერთიანებს ადგილობრივ მწარმოებლებს, მეწარმეებსა და გასტრონომიის მოყვარულებს, რაც რეგიონული პროდუქციის ცნობადობის გაზრდასა და ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას ხელს უწყობს. ძალიან მრავალფეროვანია გურული გემოფესტი და სტუმრებს ძალიან მაღალ დონეზე ღირსეულად როგორც გურულ სტუმართ მასპინძლობას შეეფერება, ისე ღებულობს. ვიცით, რომ ამ ფესტივალის რამდენიმე მიზანი აქვს. ერთი არის ადგილობრივი გასტროტურიზმის განვითარება, მეორეს მხრივ კერძო სექტორის ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ ცხოვრებაში ჩართულობა და ვფიქრობ, რომ გემოფესტი ამ ორივე მიზანს ძალიან წარმატებით აღსრულებს. დღეს არის გემოების ზეიმი, მე ასე ვიტყოდი, ყველა ვართ მობილიზებულები, მომზადებულები და ძალიან დიდი ხანია ველოდებოდით ამ დღეს და აი დადგა ეს დღეც. ამინდის ხელს გვიწყობს, ესე მგონია და მოკლედ გურიაში ტრიალებს აი მრავალფეროვანი და გემრიელი სურნელი დღეს. ორი დღის განმავლობაში შეკვეთილში სტუმრებს ადგილობრივი სამზარეულოს გემრიელ კერძებთან და გურული სტუმარ მასპინძლობის ტრადიციებთან ერთად ფესტივალის მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამაც ელოდება.